ესე იგი, მე იმ პროცედურით, როცა ორმაგი მოქალაქეობა შეგიძლია კონდეს, იმ პროცედურით წავედი და საქართველოში როცა დავბრუნდი, მივმართე იუსტიციის სახლს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ პროცედურით მე უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც შეინარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა და მაისში მე ამის პასუხად მივიღე უარი, რომ თურმე არ შემიძლია საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. და დღესდღეობით ტექნიკურად გაუქმდა პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც სასამართლოში გავასაჩივრე, წარმოებაში მიღებული არის ეს განაცხადი. უბრალოდ არ ვიცი ამას ახლა რამდენი დრო დაჭირდება, როგორც ნახოთ სასამართლო როგორ იმსჯელებს ამას და თავისი ვადები აქვს, რომელიც არ ვიცი ახლა როგორ დასრულდება. მე ერთი ვიცი, რომ ყველანაირი უფლება მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მქონდეს. ამისთვის ბოლომდედაც ვიბრძოლებ, არანაირად ემოციურად ამ საკითხს არ უყურებ. უბრალოდ არანაირი რესურსი და არანაირი უფლება არ აქვს, რომ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა. ეს შესასწავლი არის ზოგადად როგორ გასცემენ საქართველოს მოქალაქეობას უცხოელებზე. უამრავი შემთხვევა ვიცი და უამრავი ბლოგერიც არსებობს, რუსი ბლოგერიც, რომელიც ამბობს, რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის აღება და მე, რომელსაც საზღვარგარეთ არ მიცხოვრია და საქართველოში ცხოვრობ, ბავშვებიც ქართველები არიან, უძრავ ქონებასაც, ვფლობ ბიზნესსაც, ყველაფერი აქ მქონდა, უცებ შეუძლიათ უარი მითხრან საქართველოს მოქალაქეობაზე. გასაგებია, ლაშა, თქვენ სტატუსში ვნახე, საგრძნობი იყო ირონია, რომ აღსრულდაო ნება ერის დიადი საქართველოს ეს რაღაც გიწერიათ, ან ვისი ნება არის აღსრულებული რეალურად ამ გადაწყვეტილებით, აი ამ მოცემულობით, ეხა რომელიც არის უკვე დამდგარი დღევანდელი დღისთვის, ხო, გაუქმებულია თქვენი პირადობა და პასპორტი. ეს ნება არის, რა თქმა უნდა, იმ რეჟიმის და იმ სისტემის, რომელიც არის ქვეყნის მტერი. საქართველოში არ უნდა რომ ქართველებმა იცხოვრონ, არ უნდათ რომ ქართველებმა რაღაც აკეთონ, გამრავდნენ, დემოგრაფიულ პრობლემებზე იზრუნონ, რომელიც ასაცილოა, როცა პირველ პრიორიტეტად ასახელებენ და ამ დროს ართმევ მოქალაქეობას და ასევე ველოდები ბავშვს, რომელიც სექტემბერში უნდა დაიბადოს და მას მე შეიძლება ვერ მივთვი საქართველოს მოქალაქეობა, იქიდან გამომდინარე, რომ მე აღარა ვარ საქართველოს მოქალაქე. და აქამდე შევძლებ თუ არა ამის აღდგენას არ ვიცი, სასამართლოზეა ეს დამოკიდებული. სასაცილო არის, რა ვიცი, პრიორიტეტი, როცა არის ქვეყნის განვითარება, რაც შეიძლება მეტი ქართველის საქართველოში დაბრუნება და ქვეყანა ქართველებისთვის იყოს ღირსეული და ისა, ამ დროს ამ გადაწყვეტილებებს იღებს სხვადასხვა ინსტიტუტი არის ჩართული და ამ დროს ესეთი ქმედება აქვს სისტემას და ამ რეაგირება უნდა მოახდინონ ამაზე თვითონ პარლამენტის წევრებმაც, რომლებიც ამ კანონებს იღებენ აღსრულების კუთხით, უნდა მოთხოვონ რა შეცდომები არის, რა პრობლემები არის, მაგრამ აქ ხო ცხადი არის, რატომაც ამას შვებიან. აქ იმიტომ შვებიან, რომ ეს კრიტიკული აზროვნება რაც შეიძლება ჩაიხშოს და ხალხი დაშინდეს, შიშით იცხოვროს. მათ ამ ქვეყანაში არაფრის უფლება არ აქვთ, ხმის ამოღების საშუალებაც არ ექნებათ, რომელიც ესე ვერ გაგრძელდება რა და აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, ლაშა, დაგემშვიდობები, წარმატებას გისურვებ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები თქვენთან